მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ გუშინ ლაივის დროს თქვი რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებით ამ ორგობის ჭაობით რაც ხდება, ნაკლებად დავინტერესდებოდი და უფრო ჩემს აუდიტორიას უფრო სხვა, უფრო მნიშვნელოვან, მართლა სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით გვექნებოდა საუბარი, ისეთი როგორც გეოპოლიტიკური საკითხებია და ისტორიული საკითხები არის, მაგრამ როგორ გითხრათ, იცით? არანაირად ეს წუმპე არ განებებს თავს ადამიანს, რომ თუნდაც ქვეყნიდან მოშორებულმა ადამიანმა იცხოვრო და სულ სხვა რაღაცა აკეთო. რატო ვამბობ ხა ამ ყველაფერს? დღეს მოკლედ აქამდე ნაცური ტელევიზიები იყვნენ ამ საქმით დაკავებული, მაგრამ დღეს ქოცური ტელევიზიები და ქოცობა გამოვარდა და გვამცნო დიდი ამბით, რომ თურმე დაჭერილი არის რუსეთის აგენტი გულბათ რცხილაძე და მასთან ერთად ერთი პირი კიდე. და თურმე აი რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობდა და თურმე აღკვეთეს ეს ყველაფერი და მოღალატია თავისთავად ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყანას აწვდის მისი ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციას და ასე შემდეგ. მე ვიცნობ ბატონ გულბათს, პირადად ვიცნობ, ქონია ურთიერთობა, საუბარიც ბევრჯერ ქონია სხვადასხვა საკითხებში. გადავკვეთილ ვართ კიდეც ჭირზელ ხინზე საქართველოში და მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა გასაგებენაზე. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს გულბათ რცხილაძის აზრი და დამოკიდებულება, ეს არის ამ კაცის შეხედულება, რომ საქართველო განადგურებისგან, გადაშენებისგან, გადაგვარებისგან და საერთოდ წაშლისგან იხსნა რუსეთმა. და მიაჩნია მას, რომ ამ ყველაფრის მიმართ ქართველების რუსოფობიული დამოკიდებულება ეს არის ისტორიული უმადურობა და ეს ამ კაცის პოზიცია არის ეს ღია და მთელი მისი ცხოვრების მიზნად არის გახდილი ის, რომ ეს რაც ხდება საქართველოში და რამ რუსოფობიამ რამაც რეალურად დაღუპა ერი 80-იანებში, 90-იანებში მიშას დროს და დღესაც გუპავს და მომავალშიც დაღუპავს საქართველოს, უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ საქართველო გადარჩეს. არ იყოს საქართველო და რუსეთი ერთმანეთის მტრები. კაცი ემსახურება ამ საქმეს. ეხლა გეკითხებით მე თქვენ მოგწონთ ეს შეხედულება, არ მოგწონთ, ეს სულ სხვა რაღაცა, ისტორია სულ სხვა რაღაცა. ნებისმიერ ადამიანს ვინ მისცა იმის უფლება ამის გამო, რომ ადამიანს დაუძახოს აგენტი და მოღალატე. როდესაც ისტორიას გადახედავ და ჩვენს ისტორიაში ასე იყო, კი ბატონო, რომ მეფე ერეკლეს დროს საქართველოში 700,000 ადამიანი ცხოვრობდა, აქედან 53% იყო ქართველი და დანარჩენი უცხოტომელი საქართველოში და რუსეთთან დაახლოებამ მოახდინა ქართველი ერის გადარჩენა დემოგრაფიულად, დიახ, რუსულ-ქართული შენაერთებით და რუსეთის იმპერიასთან ერთად მოხდა განთავისუფლება აჭარის, ახალციხის, ახალქალაქის, აფხაზეთის, ფოთის, სხვა უამრავი მიმართულების, იგივე ართვენის, არტაანის და ასე შემდეგ და ქართველმა ერმა სადღაც 350,000-350,000-დან 1918 წელს, როდესაც რუსეთის იმპერიას გამოეყო 2,5 მილიონს მიაღწია თითქმის. ეს ადამიანი თulis რომ ეს იყო ასე და ესა უმადურობა. ახლა ვის აგაქვთ თქვენ უფლება ამის გამო ადამიანს დაუძახოთ მოღალატე? გეკითხებით. მერე და მეორე. ბიჭო, კაცი ამას არ მალავდა. კაცი ამას ლაპარაკობდა ღიად. არასამთავრობო ორგანიზაციაც ჰქონდა, საქართველოში უკდავი პოლკის ხელმძღვანელიც იყო და ახლა ვიღაცა რო რაღაცას მალავდეს და შიგ ევროპაში და დამოუკიდებლობაში ვიყოთო და ჩუმად აკეთებდეს საქმეს, ეს სხვა ამბავია. მაგრამ როდესაც ადამიანი რასაც ფიქრობს და რასაც აკეთებს დაფარული არაფერი არ აქვს, ღიად ამბობს, რომელ აგენტობაზე და რომელ ჩუმუშაობაზე გაქვთ საუბარი. მერე მეორე. ბიჭო, აი ახლა გეკითხებით ელემენტარულად რა. ჯერ ბიჭო, ქოცის ფენომენი, აი თქვენი ფენომენის როგორ არ უნდა გაგინოთ, ბიჭო. აი ეს წინთ თქვენ ქოცებს ყველაზე მეტად სახელმწიფო ინტერესები კი არ წინთ და სახელმწიფოსთან დაკავშირებით. ქოც წინს ყველაზე მეტად პიროვნული შეურაცხყოფა. ხო და აი ქოცებს მოგიტყანთ გამზდელი დიდი ამ პატარია რა. თქვენი უმადური დედას შევეცის უყველასეს რა.
ყველა ავადმყოფი დეგრადირებული ქოცისას. ბიჭო, ელემენტარულს გეკითხებით. კაც როგორ შეიძლება საიდუმლო ინფორმაცია გადაეცა ელემენტარულ კითხვას სვამ, რომელთანაც წვდომა ფიზიკურად არ ქონდა. ვინ იყო გულბათ რცხილაძე? საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრი იყო? სუსის თანამშრომელი იყო? თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო? შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო? ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო? სახელმწიფო სტრუქტურაში, სისტემაში იყო? სამეცნიერო მიმართებაში იყო, სადმე საიდანაც სამეცნიერული ნაშრომი გამოეტანა და რუსეთზე გადაეცა? რასაც საიდუმლო ქვია. საიდუმლო რო გასცე ადამიანმა, ჯერ საიდუმლოსთან წვდომა უნდა გქონდეს. გამეცით ერთი პასუხი, რა წვდომა ქონდა გულბათ რცხილაძეს საიდუმლო ინფორმაციასთან. რომელ საიდუმლო ინფორმაციასთან ქონდა წვდომა? კი ბატონო, ავწევ ხელებს. არის თვითონ მეცნიერი კაცი, განათლებული ოჯახის შვილი არის, მამამისიც განათლებული კაცი არის და გადახედეთ ერთი. გადახედეთ. რა აქვს მამამის გაკეთებული ქვეყნისთვის? კი, შეიძლება რაღაცები იყოს, მეც არ მომწონდეს. ჩვენ ბევრ რაღაცაში განსხვავებული დამოკიდებულება ქონდა, თუნდაც იგივე ეროვნული მოძრაობის საკითხებთან დაკავშირებით და თუნდაც ბევრ რაღაცებთან მიმართებაში. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ თანამოაზრეები ვიყავით რა და ერთი სიმართლე, რაც სიმართლეა, იმ სიმართლეს არ ჭირდება ესა რა ქვია, რაღაცა დარწმუნება იმაში, თუ სიმართლის თანამოაზრე არ ახარ, მაშინ შენ სულ სხვა რაღაცა გამოძრავებს. ელემენტარულ კითხვას გისვამთ. ბიჭო, ამ კაცის დაჭერა საქართველოში ნაცების დროს რუსოფობია, რომ ძლავრობდა, მაშინ არ გაუკეთებია სააკაშვილს. რომ პირდაპირ შეეძრო მოღალატეობის დაბრალება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ რა მოგივიდათ, ხოცები? აი ცალკე თემა, ახლა ამაზე გადავალ აუცილებლად, მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა? ესე იგი, ავიღოთ ელემენტარული რაღაცა. ადამიანი თუ არის საქართველოში მეცნიერი და სიტყვაზე მან ჩაატარა ქვეყანაში მეცნიერული კვლევა, რომელიც დაუკვეთეს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ევროპიდან იქნება, რუსეთიდან იქნება, ამერიკიდან იქნება თუ საიდან იქნება და იმის გამო რომ სამეცნიერო ნაშრომი იქნას მიწოდებული ისე რომ უცხო თვალმა არ ნახოს და სიტყვაზე თქვა ტელეგრამში შექმნა ესა რა ქვია ჩატი, დახურული ჩატი და ამ დახურული ჩატით გააგზავნა ეს უკვე აგენტობა? ეს თეორიაში ვსვამ კითხვას, ეს აგენტობას ნიშნავს? და ამის გამო ადამიანი დასაჭერია კითხვას ვსვამ ელემენტარულად. ბიჭო, აგენტებზე თუ გინდათ საუბარი, მაშინ მეგეტყვით ვინა აგენტები და ყველა მიცის. მთელი ეს გამოსული ჯოგნახირი, მთელი სოროსის ფონდი, მთელი ეს ალალუსულ კანონს, ეს დედაძაღლები, არათუ ფონდები ქონდათ და არათუ არასამთავრობოები ქონდათ, თამარა კინწურაშვილის თამადობით, ბოკერიას გაგრძელებით, ხოშტარიებით და ამით სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირდაპირ უშიშროების საბჭოს თანამშრომლები იყო. პირდაპირ გაქონდათ ინფორმაცია საქართველოს და გადასცემდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს. საქართველოს მოქალაქე მე თვითონა ვარ. პირადად მე შემხედრია ყველაფერი. აქ პოლიტიკურ გასაუბრებაზე, როდესაც მქონდა პირდაპირ მქონდა მიწოდებული თამარა კინწურაშვილს, აი ამ ძუკნას ამას. ჩემ შესახებ ინფორმაცია და ამათვისაც იყო წყარო. საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეკრება ინფორმაციის და გადაცემა. არ არის ეს აგენტურა? თუ მანდამაინც რუსეთზე უნდა იყოს გადაცემული ამ ყველაფერი? ხო და მე რაშია საქმე, იცით? რაღაცა გადავალთ ცოტა იმ ვრცელ თემაზე, მაგრამ მე ეგრევე გამახსენდა ოპერაცია ენვერი. ოპერაცია ენვერი. ნაცების დროს. ნაცების დროს ჩატარებული ოპერაცია ენვერი 1, ენვერი 2, რომ რუსეთის აგენტებს იჭერდნენ, სვამდნენ. 2006 წელს გამახსენდა კიდე სხვათა შორის, რომ იჭერდნენ რუსეთის აგენტებს და ქალების დამამცირებლად რუსი ოფიცრები რო იმაში ხელგამოდებული ხელკავებით მიყავდათ ქალებს და გადასცემდნენ რუსულ მხარეს და დიდი ტაშპანდური რო იყო და ჩერგოდა ესენი რო ზეიმ. გამახსენდა ეს ყველაფერი. ამას რა შედეგი მოყვა ისიც გამახსენდა. გამახსენდა ეს ყველაფერი და მახსოვს. ამას მოყვა სანქციები, ამას მოყვა ქართველების დეპორტაცია, ამას მოყვა ენერგოკრიზისი, ამას მოყვა 2008 წლის ომი, დაბომბვა მიწასთან გასწორება ქვეყნის და საქართველოს და ქართველიერის განადგურება. ხო, კარგად გვახსოვს ეს ყველაფერი.
ამას ხო არ ჭირდება ზედმეტი ეს ხო მაინც ჩვენ თაობაში იყო და აგერი ასე იყო ეს ასე სხვათა შორის მეორე პიროვნება რომელი პიროვნებაც დაიჭირეს თურმე მე არ ვიცოდი ეს ადამიანი ვინ იყო მაგრამ აი გამოჩნდა ირაკლი ჩიხლაძე ყოფილა თურმე ასევე აი ამ დიდი აგენტურული რუსული აგენტურული ქსელის თურმე ისა რა ქვია ერთ-ერთი წევრი რომელიც დაიჭირეს ხოცებ და ვინ არის ეს ირაკლი ჩიხლაძე ვინ ყოფილა იცით თურმე იროვნება რომლის ძმაც ომის დროს ჩაცხრილეს ანუ ესე იგი ძმის მკვლელებთან ღალატობდა სამშობლოს აი გეკითხებით ძმის მკვლელებს თურმე სამშობლოს საწინააღმდეგოდ ეხმარებოდა აი ასეთი ბიჭო აი ესეთი ავადმყოფი და ასეთი გნიდა როგორიც ქოცია და მთელი ეს სადედამოტყნულეთი ამათი მთელი საქოცეთი თავისი დაწყებული სტრატეგიული კომუნიკაციების მიერ შექმნილი ტროლბოთ ზაოდებით, სუსის ტროლბოთ ზაოდებით, თავისი დედამოტყნული პარტია, თავისი გამправებლები, ყველა ამხტარი არიან, შემხტარი არიან და დაიჭირეთ, ასექენით, ისექენით. ბიჭო, ვინოხერი აგენტების დაჭერის წინააღმდეგი იყოს. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რუსეთის იქნება, თურქეთის იქნება, ამერიკის იქნება, სომხეთის იქნება, აზერბაიჯანი. თუ არსებობს საქართველოში ლესოტოს და იმის რა ქვია, რავი რომელიღაცა ქვეყანა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის აგენტი, ისინი ყველა ერთნაირად უნდა დაისაჯონ. მაგრამ ელემენტარულ კითხვას გისმენთ, ბიჭო, ქოცებო, თქვენი უთავმოყვარეო დედას შევეცი, ბიჭო. თქვენ რო ვინმეზე იტყვით, რომ რუსეთის აგენტიაო, ბიჭო. თქვენი მამა მარჩენალი გამძღარი, გამსკდარი რუსეთში სპეცსამსახურების ჩამოყალიბებული პროექტი. ფული, კონტაქტები, მოყევით ერთი რომელიმე ქოც. თუ არ ქონდათ ზოგს რუსეთთან, ზოგს არა რუსეთთან. კობახიზე რო იტყვის ვინმეზე რო აგენტიაო. კობახიზე, რომელიც პირდაპირ სოროსის აგენტი იყო წლების მანძილზე ოფიციალურად. პაპუაშვილი რო ვინმეს იმას რა ქვია დაადებს ხელს აგენტურაში, როდესაც თვითონ მუშაობდა გერმანიის აგენტურის მხარეს. და ამას მის ნააგენტარ მდგომარეობას ამათი ელჩი რო ელჩია, ისიც კი ვერ მალავდა გერმანიის და პირდაპირ ეუბნებოდა ამდენი ხანი გასმევდით, გაჭმევდით, გაგულავებდითო და ჩვენი აგენტი იყავიო და ახლა გახდა ესეო ცუდიო. ქვეყანა რომელიც მთლიანად აგენტოკრატიით არის ავსებული. რას ერჩით ბიჭო ამ ხალხს? აი რას ერჩით? აი დროსა და სივრცეში ესეთი რაღაცეები შემთხვევით არ ხდება. მაგრამ ეხა იჭერთ ადამიანს, მინდა გითხრათ რომ იმ გულბათ ცხილაძის მამა, ასაკოვანი კაცი, რომელსაც სიმსივნე აქვს, ამათ ხო ეს ოჯახური ამბები არ აინტერესებთ. აი ეხლა უმატებენ შვილის მოღალატეობას. აი ამ ადამიანს, რომლის ძმაც რუსებს აყავთ ჩაცხრილური აგვისტოს ომში. რას ეტყვიან ნათესაობა, რას ეტყვიან ახლობლები, რას ეტყვიან ვინმე რას ეტყვის? ძმის მკვლელებთან თანამშრომლობდიო? აი ეს მორალური მხარე, რომელიც თქვენ არ გაითქვენი, ამორალური დედა შევეცი. აი ბიჭო, ამაზე მეტი საშინელება, რასაც ქვია, ქოცი დედამიწას საერთოდ არ მოვლენია და არ მოევლინება რა. არ მოევლინება. მაგრამ რაშია საქმე ხალხო, აი რეალობაში რასთან გვაქვს საქმე და რატო ხდება ახლა დაჭერა და სინამდვილეში რა ხდება და რატო დაიჭირეს და რატო გააკეთეს ეს? ძალიან მარტივად არის საქმე. არ უნდა ამას დიდი მოფიქრება. პირველი ქოცები, აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა და ნახავთ რას მოუტანს საქართველოს და რას მოუტანს ქართველ ერს.
აი ეს ტრაკის თამაში, აი ამას ნახავთ. მაგრამ ამათ რა გაიქცევიან ასე როგორც ჟორდანიას მთავრობის ხალხი გაიქცა და სამშობლო დაზარალდება და დაიღუპება და განადგურდება თუ არა ფეხებზე არ კიდიათ ამათ რა მოუვათ, მაგრამ მაინც იცოდეთ. დაგვირდით თქვენ ამათ ტრაკის თამაშს. როგორ ტრაკს ათამაშებენ უკრაინასთან, როგორ ტრაკს ათამაშებენ ევროპასთან, როგორ ტრაკს ათამაშებენ, ვითომ რომ ემზადებიან პოლიტიკის გადატვირთვისთვის დასავლეთთან. დასავლეთს კიდე მოთხოვნები აქვს საქართველოში. თუ თქვენ ჩვენთან გადატვირთვისთვის ემზადებით, ისეთი როგორიც გქონდათ რუსეთთან სანქციების დაწესება, ომის რიტორიკა, მილიტარისტული და ესე შემდეგ. ეხლა შეხედეთ. ამათმა მიიღეს ეს დავალება, რომ დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მოემზადონ და ეს გეოპოლიტიკურ ჯაჭვში ჯდება. აგერ აზერბაიჯანში ანტირუსული და რუსოფობიული ამბები არის, აგერ სომხეთი რუსეთთან მიმართებაში რუსოფობიულ ვარიანტს თამაშობს და შენ საქართველო, რომელსაც ტერიტორიები გაქვს დაპყრობილი და რუსეთთან რა ურთიერთობები, რა ვთქვია, თბილი და წესიერი ურთიერთობები, გუშინ ლაპარაკობდი, მისი არ იყოს. როდესაც ჩვენ მქონდა რუსეთთან პრობლემა, ჩვენი გულისთვის თავი არავის გამოუდვია თქვა და ეხლა როდესაც შედარებით, ყოველ შემთხვევაში საომარი რიტორიკაა რუსეთთან შეჩერებული, კავკასიაში ყველა ქვეყანა რუსოფობიითაა აი მასკილი გაჯერებული. და რა თქმა უნდა, საქართველოს ამაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს და ამაში უნდა გადაბარგდეს. და უნდა გადავიდეს და უბნებ ახლა, არა, ომი არა, მაგრამ შეუერთდით, აგერ აი ფაშინიან შეუერთდი, ალიევი თქვენი ძმა და მეგობარია. ხედავთ როგორ ექცევიან ესენი იმას, რა ქვია, რუსეთის მიმართებაში როგორი დამოკიდებულება და ერი გვაჩვენეთ. გვაჩვენეთ, რომ თქვენ ამ ბანაკში ხართ, გადავტვირთოთ ურთიერთობები და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. ხო გინდათ ევროპაში, ხო გინდათ ნატოში, ხო გინდათ ესე და ესე. ხო გინდათ უკრაინასთან დაახლოება. ხო და გადადგით, ხო და დაიწყეთ ეხლა ბევრი კი არაფერი ეს როგორ ხდება ასე. ბრიტანეთის საელჩო მიაწვდის აგენტურის სიას, ამერიკის საელჩო მიაწვდის არასასურველი პირების სიას, ევროკავშირის წარმომადგენელი მიაწვდის საქართველოში, რისთვის არიან აბა ელჩები? იმისთვის რომ ლეგალურად შეისწავლონ მდგომარეობა. ეს დაიჭირეთ, ისე როგორც ხდებოდა დავით გარეჯთან დაკავშირებით თურქული სპეცსამსახურების და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების სიების გადაგზავნა ხოცების ხელისუფლებასთან და რის გამოც დამზდებდნენ მე და არა მარტო მე და ბარეულ საქმეები აგვიძრეს და ვიჭერდნენ და ციხეს გვაშენებდნენ თავზე, აი ეს ხდება აქაც. გადასცა დასავლეთმა იმისთვის რომ ერთგულება დაამტკიცეთ და ეს ადამიანი რომელიც თურმე ბოლო დროს რუსოფობიული განცხადებების შემსწავლელ ცენტრს აყალიბებს საქართველოში დაიჭირეთ. მოთხოვს ადგენდა დაიჭირეთ. ეხლა აპირებენ რომ 8-დან 12 წლამდე ჯაშუშობისთვის ბრალდება წაუღო. ამას ეძახით ბიჭო თქვენ, ამას არ ვიცი მე ამას რა ქვია, სახელი რა ქვია, მე ვერ გეტყვით. ამას ეძახით თქვენ ბიჭო ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკას. და მეორე ამ ყველაფრის პარალელურად არ ჭირდებათ ქოცებს ყავთ თავისი ჯგუფი შეკრული, რომელიც მოსკოვთან კონტაქტობს, ურთიერთობა გააჩნიათ იქ თავისი და არ ჭირდებათ მათ კონკურენტები რუსეთში საქართველოსთან ალტერნატიული ინფორმაციის მისაწოდებლად. რომელი ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდებაც თავისთავად ხდებოდა ისგან, ხდებოდა თუნდაც ნიკოლოზ ჟავანაძიდან თუ რა ხდება ჟურნალისტებიდან, არასამთავრობო სექტორიდან არ ჭირდებათ ეს, იმიტომ რომ დისკომფორტი შეექმნებათ. და აი ამაში არის საქმე. და რას მოიტანს ეს ყველაფერი? მე გეუბნებით თქვენ. დასავლეთთან ტრაკის თამაში საქართველოს ყოველთვის დაუჯდა ძალიან ძვირად. ეხლა რო არიან გადაკიდებული და რომ მეუბნებიან, რატო აქცევ ყურადღებას ასე 1918-21 წლების მომენტს? ნახეთ. და 26 მაისი არაფერი დამოუკიდებლობა არ იყო. 26 მაისი იყო კოლონიზირების დღე. და საქართველოს გაყოფის დღე, ისე როგორც ამასიის ზავით გაიყო საქართველოს ირანს და იმას რა ქვია, ოსმალეთს შორის ისე გაიყო საქართველოს 1918 ნაწილი თურქეთს, ნაწილი გერმანიას.
და ყავთ მარიონეტული რეჟიმი, ისეთივე მარიონეტული რეჟიმები, როგორც დღესაა ქოცი, მაგრამ უფრო გასაგები რო იყოს, როგორც არის მაგალითად სოხუმში და როგორც არის ცხინვალში. და ამას ეძახით თქვენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ხონებულის ვერ გამსახურდი ამბობ ბარაბას გზით მიღებული დამოუკიდებლობა. მეც არ ამბობდა ის ადამიანი და რატო არ ამბობდა გასაგებია. ზუსტად იგივე მეორდება დღეს. ერი და ქვეყანა, რომელიც ისტორიას და წარსულს დაივიწყებს, არ გააცნობიერებს და გაკვეთილებს ვერ გამოიტანს ისტორიიდან, ის აუცილებლად მიიღებს იმას, რაც უნდა მიიღოს. და მე ახლა აქ არ მაქვს მარტო საუბარი, სიმართლე გითხრათ, სასულიერო პირებიც არიან ამ ყველაფერში ჩართული, რომლებიც თავის დროზეც აქტიურად მონაწილეობდნენ დასავლეთის მიერ დადგმულ მაშინ. შეხედეთ ამას. გეცნობათ? გეცნობათ ეს მხედრიონელი, წყალწაღებული ჩათლახი? მოგდლად რო გვასაღებს. რა საქმე უნდა კონდეს იაკობას ბრიტანეთის ელჩთან? რა შეხება უნდა კონდეს? რა საქმე უნდა კონდეს სასულიერო პირს რა ესაქმევა ბრიტანეთის ელჩთან? რატო? იმიტომ რომ დავალებებს ღებულობს ისიც. ამაში არიან ჩართულები. არ აინტერესებთ აქ არც ერთს და არც ბერს არაფერი. უამრავი საქართველოს ისტორიაში მოღალატე ყოფილა, რომელი მოღალატეს ამ ფორმით თუ იმ ფორმით იყო ჩართული. ჩვენში ამის ლაპარაკი არ გვინდა. ანტონ კათალიკოსი ვინ იყო? დასავლეთის აგენტი იყო. დასავლეთის აგენტი იყო, რომელიც შემდეგ გადააყენეს და გააგდეს და პროევროპული შეხედულებებით იდევნებოდა რუსეთის აგენტურიდან თურმე. პროევროპული და პრორუსი მღვდელი მე არ ვიცი რას ნიშნავს. მღვდელი უნდა იყოს ქრისტიანი. და რა ესაქმება მღვდელს ბრიტანეთის ელჩთან, რომელი მართლმადიდებლური ქვეყანა ეს არის და რომელი მოწამეები ესენი არიან, ან რომელი მოორწმუნე ბრიტანეთის ელჩი არის. რა საქმე უნდა კონდეს, რა ისტორიული კავშირი, რომელი მართლმადიდებლური ქვეყანაა, რაღაცა დაინიშნოს ორ ქვეყანას შორის შეხვედრა სასულიერო პირებთან გაცვლა, გამოსვლა. პირდაპირ პოლიტიკური დავალება. საქმე რაშია ხალხო? კიდე ერთხელ გეუბნებით, მოეშვით, აი ყველაზე მეტი საშიშები თქვენ ახართ, თქვენ კერპომანიის დონემდე აყვანილი მრევლი რო ხართ საქართველოში და საქართველოში საპატრიარქო პოლიტიკური ინსტიტუტი უფროა ვიდრე ქრისტიანული. არაფერი შეხება ამ ხალხს ქრისტიანობასთან, არაფერი არ აკავშირებს ხალხო. აზზე მოდით პატარა. აზრზე მოდით. აგერა ხედავთ ამას? თქვენ მოგმართავთ ახლა აქეთ, თქვენ მოგმართავთ ეს დიდი მორწმუნეები რო ხართ, დიდი ქრისტიანები რო ხართ. მრევლი რო ხართ, ღმერთო და ჩვენი პატრიარქი. შეხედეთ ამას ხალხო. შეხედეთ რა ხდება. ვინა ეს? ესა შიო მესამე. პატრიარქად რო აირჩიეთ. ესა საპატრიარქოს ტერიტორია. ეს არის გვერდით ძუკნა ნათია თურნავა. რომელიც თავის დროზე ჯერ ნაცების ფულის შემწირავი იყო 40,000 თუ რაღაცით და ჩხარტიშვილის გელფრენდი, როგორც ვიცი, თავის დროზე, მოიცოდეთ ისე. რომელმაც მე ჯერ ნაცების დროს შეუშვა იქ, მე ქოცების დროს პირადად უთხარი პირში. პირადად უთხარი, რომ ეს იყო მოღალატე და მოვიდოდა დრო და გასამართლებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ გვასამართლებენ. მოვა დრო და ამათაც გაასამართლებენ, ისე როგორც გასასამართლებელია. მაგრამ ამაზე ცალკე რა უნდა ბიჭო, ჯერ შეხედეთ. საპატრიარქოში, სადაც ჩვენ ფეხი ვერ შეგვიდგია უბრალო მოკვდავებს ეროვნულ პრობლემაზე. დავით გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით. აგერ ახლა გუშინ დავით გარეჯელის ხსენების დღე იყო და ჩასული იყო შიო დავით გარეჯში. ერთი სიტყვა არა რომ ჩიჩხიტურზე ავიდეთ. ერთი სიტყვა არა რომ ერთუბანი აღდგომის ტაძარი. ეს არა ძმაო, არავის არ უხსენებია. ჯაღმაიძეს აჩქები ქონდა გაკეთებული მზე აცხუნებდა რა. ჯაღმას ესენი არიან ბიჭო ქრისტიანები. დააკვირდით აგერ.
ტრაკ მოტკეცილის შარვლით თავზე დაუხურავი რო გეკითხათ რო კითხოთ ეკლესიაშია და პატრიარქს ხვდება ეს ბოზიშვილი და ეხლა ამას მოაყოლეთ რაზე ხვდებიან ხვდებიან იმაზე რომ ქრისტიანობის თურმე გამოცხადებასთან დაკავშირებით 1700 წელთან დაკავშირებით მონეტა უნდა მოჭრან თუ კიდე ერთხელ ვამბობ აი საქართველო ტყუილმა დაღუპა და ტყუილში ცხოვრება ტყუილია საქართველოს 326 წელს არ განათლულა ქრისტიანულად ტყუილია ეგ ყველაფერი მე არ ვამბობ რომ გინდა თუ არა 37-ში მოხდა შეიძლება 36 იყო შეიძლება 38 იყო მაგრამ 326 წელს არ მომხდარა ეგ ყველაფერი ეს არის ტყუილი და როდესაც ქრისტიანული და მართლმადიდებლური ინსტიტუცია საქართველოში ტყუილით ახდენს ქრისტიანობის სახელის დაპელირებას ამაზე მეტი საზღარი არაფერი არა ტყუილია ხალხო ეს არ არსებობს ამის არანაირი მტკიცებულება ამ დებილ ხალხს ამ კერპომანებს ის გონიათ რომ ღმერთო დალოცე ვაიმე მეტიად რომ მაშინ გამოაცხადეთ საერთოდ რომ პირველი საუკუნიდან ვართ ანდრია პირველი წოდებული როცა იყო შემოსული და ქრისტიანობა იქადაგა საქართველოში და გამოაცხადეთ მაშინ პირველიდან რო ვართ და რაშია საქმე თურმე ქრისტიანობის გამოცხადების ნიშნად საქართველოში უნდა მოჭრას თურნავამ 1700 წელთან დაკავშირებით შესაბამისი მონეტა ფულზე უნდა იქნას გამოსახული ჩვენი ქრისტიანობა ხლა რამდენად ქრისტიანული არის ეს ფულზე ქრისტიანობის ზეი ფული ვერცხლმოყვარეობა ფული იუდას ვერცხლი რომელიც არის ალტერნატივა სულიერების არამატერიალიზმის სარწმუნოების ჩემი სიტყვები ხო არა მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმერთისაო რა შუაშია ფული და რა შუაშია ქრისტიანობის 1700 წლოვანი გამოცხადება და ღმერთმა დაგლოცოთ ამაზე ცალკე გვექნება საუბარი ბატონ შალვასთან ერთად მაგრამ მე სხვა რაღაცაზე მაქვს ხალხო საუბარი გადაგვარებული დაღუპულია საქართველოს საქმე არის დაღუპული ის საქართველო როგორი საქართველოც არსებობდა და როგორიც არის ჩვენ გონებაში ნორმალური ქართველების გონებაში ეს საქართველო გარდაცვლილია ხალხო გაიგეთ ყურში ახლა არის აი ამათი საქართველო ამათი საქართველო ამას საქართველო არ ქვია არის ასეთი ქვეყნები აიღეთ მაგალითად აგერ რა რომელი ქვეყანა გითხრათ რომელი არ წავარ შორს და იორდანიას გეტყვით სადაც ადგილობრივი მოსახლეობა 30%-ზე მეტი დაბალი დარჩა 70% სხვა არის სხვა კულტურა სხვა მენტალიტეტი სხვა ეროვნება სხვა ის ხო ესენი კი ქრისტიანები იყვნენ მართალი ხარც დარჩება საქართველოში 15% ნაცკოცი 15% ნაცკოცი დარჩება დანარჩენი 85% გასაყრელია ქვეყნიდან დანარჩენი 85% მოსაშორებელია ზედმეტი თურქია და დასასახლებელია აქედან გამომდინარე შემოგარგებო აქედან გამომდინარე თუ ამაზე ქართველი ადამიანი თვალებს ვერ გაახელს რამხელა ბოროტებაა მოსული ეკლესიაში რამხელა ბოროტებაა მოსული ერში რამხელა ბოროტებას აწყდებით ყოველ დღე და ამას ყველაფერს ასე მდუმარებით შეხვდებით მე არ ვიცი ხვალდაზე ის ყუზიანი აკლემი თქვენთან რო დაიჩოქებს მე არავინ არ გეყოლებათ შველელი ელენე აქ საუბარი არის რაზე აქ მაშინ მოდი ასეც ვთქვათ ეხლა ბიჭვინთიდან თუ იყვნენ წარმომადგენლები საეკლესიო კრებაზე ეს არ ნიშნავს რომ ბიჭვინთა იმ დროს საქართველოს შემადგენლობაში იყო ეს იყო ბერძნული კოლონიები შავი ზღვისპირეთში ბიჭვინთას ერქვა პიტიუნტი არსებობდა იქ ბიზანტიური ის რა ქვია
წარმომადგენლობა და ქონდათ. ეგ არის და რასაც ქვია ქრისტიანობის ოფიციალურად მიღება და ქართლის გაქრისტიანება და ეს მერე მოხდა და მერე მოხდა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და სვეტიცხოვლის ტაძრის მშენებლობა მერე მოხდა. თუ არა 325 წლამდე საერთოდ ანდრია პირველწოდებული იმყოფებოდა ხო საქართველოში და იქადაგა. მაგრამ სახელმწიფო რელიგიად კი არ გამოცხადებულა კაცო. ის რომ იყო ბიჭვინთის კი ბატონო არ იყო მაშინ არც დასავლეთ საქართველოში ოფიციალურად ქრისტიანობა გამოცხადებული, არც აღმოსავლეთ საქართველოში არ იყო ოფიციალურად გამოცხადებული. რატო უნდა მოვიგონოთ ის, რაც არ გვჭირდება არაფერში? ჩვენ იმდენი ისეთი ქრისტიანობისთვისა მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე სისხლი დაღვრილი და რაში გვჭირდება ის, რომ ვატყუოთ ხალხი და ვიტყუოთ თავი იმისთვის, რომ 10 წლით ადრე გამოვაცხადოთ, რომელიც საერთოდ სულ სხვა რაღაცასთანაა, კიდე ახლა არ მინდა მაგ თემაზე გადავიდე. არ შეიძლება ესეთი გაუნათლებლობა, ესეთი უწიგნურობა ყველაფერთან მიმართებაში და ესე ბრმად მიღება. აი ესენი არიან ეს მუდლები. აი ესე ვინმე არ უთხრა იმ საპატრიარქოში ტრაკტა მოხდილი რომ შემოდიხარ, შეძუკნა პატრიარქთან შემოდიხარო. ან რა სურათი უნდა გადავიღო შენთან ერთად თავზე დაიფარი ან ტრაკზე მოიფარე რამე. დედა მოწყნულო ბოლო პატრიარქი ვარ, ის ხო არა ვარო. არა კაცო საცალიათ, კაცო ფუძი აქვს ახლა ქრისტე გამოსახათი და საიმას. და ამ ყველაფერთან ერთად აი მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ, აი ეს ცინიზმი, ეს მომავალს ზრდის, ეს ვაჟბატონი ცოტნე, რომელიც ალბათ მომავალში თურმე მეფე უნდა იყოს საქართველოსი. ეს თურმე აი მე არ ვიცი სიმართლე გითხრა რა, აი რადონის მონობასთან, ჩმორობასთან და რადონის ფარისევლობასთან აქვს საქმე. ამის ერთ-ერთი საყვარელი ქართული ფილმი არის თურმე ფესვები და მის დასასრულზე თურმე ცხარეცრემლით თურმე ტირის. მერე გამოსირებულო ლაწირაკო. მამაშენს უთხარი მთელიერი რო გახადე, შედედა მოწყნულო ემიგრანტი და თელერს მოუწოდებდით, აგერ წადით საზღვარგარეთ, სამშავებს შეგიქმნით და წადით მოცილდით თქვა, მამაშენს ვერ ხედავ, მე მაგის დედა შევეცი მაგისას. ენიანგი ერთი შენ და მეორე ისა რა ქვია, მამაშენი ტიროდა კიდე სალომე ზურაბიშვილის ძველ ქართულზე. და ეს ამდენი ტყალებული ხალხი ზია და კომენტარებში რა პატრიოტი ხარ ცოტნე, რა განათლებული ხარ. აი ესა დღეს საქართველოს მტერი. ეს ცრუმადიდებლობა, ეს ფსევდოპატრიოტიზმი და ეს ფსევდოეროვნული მოღვაწეობა არის. და ამას რო ტაშით, კარგი ესენი არიან ასეთები. ამას რო ტაშით ხვდება ქართველი ერი, აი ეს არის საქართველოს დაღუპვა და ეს არის საქართველოს გადაშენება. და შემოვა ახლა ვიღაცა და ლანძღვაგიდებას დამიწყებს მე კიდო რატო ვამბობ ამას, იმიტომ რომ უნდა ამ ხალხს ამ ტყუილში ცხოვრება, უნდა ჯეროდეს რომ 1700 წლიანი ისაა რა ქვია ქრისტიანობა რაში გამოცხადდა. უნდა ამას ჯეროდეს რომ ბიზინა ივანაშვილი თურმე ერზე მოზრუნავია და შვილი ყავს პატრიოტი აღზრდილი. უნდა რომ ავშენდით, ავყავდით და კარგად უნდა რომ საქართველოს დაცვლას და საქართველოს გაყიდვას ინვესტიცია დაარქვას. უნდა ეს და ამის ჯერა. და რამეს თუ ეტყვი, ტყუილში ცხოვრობს კაცო, რას ქვია შენ კომფორტს ურღვევ. შენ ქშურს თურმე ბოღმიანი ხარ, ქშურს ჯერ ამის რა უნდა შემშურდეს ბიჭო. ან ვინმეს რა უნდა შეშურდეს. ისეთი მამიშვილი რო იქნები და შენ თვითონ ასეთი იქნები, რა უნდა შეშურდეს. ერთი მისული ხო, ერთი გაჭირვებულ ბავშვებთან ერთი წამალი მიეტანა და იქ ეღვარა ცრემლი. იქ ეღვარა ერთი სამედიცინო ემიგრაციაში ჩამოდი აქ და ნახე. ვარდების ყონაა და გვირილების ყვავილებია თაიგული არის ის რაც არის აღწერილი იმაში რა ქვია ფესვებში რა ჯოჯოხეთს გადის ქართველი უწყოეთში და ტირის ეს თურმე აი კაც იტირი აი აქამდე მიიყვანა საქართველო ჯერ შევარდნაძის მმართველობამ ერში პატრიარქის მმართველობამ ილია მეორის მმართველობამ სასულიერო პირებში
აი ესეთი ქრისტიანობა გამოიჭედა რიტუალებზე დასული რა ვიცი მე ამას რა ქვია რა რიტუალებზე დასული ქრისტიანობაც აღარაა რა რწმენის ალტერნატივა შემოგდებული და ამით ყველა ბედნიერია ხო და იყავით ბედნიერი რა იყავით ბედნიერი და იცხოვრეთ ბედნიერი მე ვერ ვიტყვი შავზე თეთრს ვერ ასწრებს და იყავით გახარებული და რასაც მიიღებს საქართველოს რაც მიიღო 1918-ში და რაც მიიღო მანამდე და მერე და რასაც ღებულობთ 92 წლიდან მოყოლებული დღემდე მიიღებს აი ესეთ ყუილში ასე კომფორტულად მაცხოვრებელი ხალხი უარესის ღირსები ხართ ყველა აი რო ამბობთ რომ მე რაშუაში ვარ თქვენ ვინც ვერ ხვდებით იმაზე არა მაქვს ლაპარაკი ვინც ხვდებით და ხმას არ იღებთ ვინც ხვდებით და ღიად არ ამბობთ ერთ იმას წავაწყდი ახლა უსამართლობის ამბავთან დაკავშირებით ფილმი არ ვიცი ერთი მომენტი არის ესეთი რომ ლექტორი უმიზეზოდ გააგდებს ერთ-ერთ სტუდენტს გარეთ ადიო მოცი და ანჭყიანი ლექტორია განათლებული ლექტორია და გააგდებს გარეთ და შემდეგ ეკითხება ხალხს რომ კანონებიო რაში გჭირდებაო საერთოდ რა კანონებიო იმისთვის რომ სამართალი იყოსო სამართლიანობა იყო ხო მართალიაო მერეო ეხლაო გეკითხებითო მეო როგორც ამ სტუდენტის მიმართ მოვიქეციო რა საქციელი არისო ესო სწორი და სამართლიანიო საქციელი არისო არაო რა თქმა უნდა სამართლო საქციელიაო არასწორად გააგდეო უკანონოდ გააგდეო მართალიაო კი მართალია უკანონოდ გავაგდეო მაგრამ რატო არც ერთმა ხმა არ ამოიღეთ რომ უკანონოდ ვაგდებიო და ტყილა ვაგდებდიო იმიტომ რომ შეგეშინდა თქვენ თვითონ არ შეგხებოდათ ვინმე თქვენც არ გაიგდეთ ვინმე ლექციიდანო ხო როდესაც უსამართლობა ხდება და უსინდისობა ხდება და მასე დუმილით იქნები აი მაგის ღირსი ხარ და მაგას მიიღებს მთელი ერი მეწოდებოდა მაგრად მაგრამ ნახდათ აღარ მეწოდება ეს ხალხი იმიტომ რომ უნდა ამ ხალხს ამ ტყუილში ცხოვრო და იცხოვრეთ ამას დაარქვით ქრისტიანობა ასია ეს მორჩა მერთმა ხელი მოგიმართოთ კაცო გულბათ რცხილაძე ყოფილა აგენტი თურმე და ესა რა ქვია ესენი თურმე მთელი ქოცობა და ესენი ეგენი არ ყოფილან თურმე აგენტები გახარია რო გახარია საიდან ჩამოიყვანეთ რუსეთიდან არ ჩამოიყვანეთ რო დასვით იმათ პრემიერ-მინისტრად რუსეთის ის არ არის მოქალაქე არ არის ხოშტარია რუსეთის ოფიციალურად ფულს იღებს ეს ხალხი რუსეთის დასმული არ იყო ვაშაძე რუსეთის დასმული არ იყო ეს სულ ყველა ესენი აიღეთ ბენდუქიზე ესენი რუსული ფონდებით არ იყვებებოდნენ იმათ თურმე არაფერი პასუხი არ უნდა აგონ და აი თურმე გულბათ რცხილაძე ყოფილა აგენტი და 8-12 წელი ელოდება თურმე და ეს თურმე წულუკიანის კომისიამ და აი მე წულუკიანი რა მაგარი ქართველი ქალია და რა მაგარი სვანი ქალია და ისა და ტაშს უკრავენ და ეაფირისტებიან ამ იმაში აი ამ ტყუილში რო ცხოვრობს ქართველი ერი აბსოლუტურად დამსახურებულად იღებს ყველაფერს და აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღებს ყველაფერს და რაც მოხდა ის მოხდება იმიტომ რომ გეგმა რაც აქვს დასავლეთს დასახული რუსეთთან მიმართებაში გაგანია მოყვანილი არის ქმედებაში მოყვანილი არის აი აქ დაწყებული დასავლეთიდან მოყოლებული ამას უნდა გაყვეს დიდი თურანი ეს არის ჯერ კიდე ბრიტანული პროექტი მაგრამ ბრიტანული პროექტი ეს არაფერი არა ეს არის დიდი პროგრამა იმის რა ქვია ანაკონდას შემადგენელი ნაწილი მთელი ეს თურქული სამყაროს ერთ ჯაჭვად აწყობა რომლის გამჩერებელიც არის სომხეთი და საქართველო ამიტომ ეს ორივეც უნდა აიყოლიონ გემრიელად, უნდა შევიდნენ აგერ თურქულ სამყაროში და უნდა შემოარტყან ჯაჭვი და უნდა შეიქმნას მერე რუსოფობიული მთელი მისი სამეზობლოს ირგვლივ, რომ რუსეთმა მერე მეზობლებს ეომოს და საქართველოს რომ მოხდება თავში ამ გეგმაში მონაწილეობის გამო, ვაიმე რუსეთი ოკუპანტია დაიძახებენ ლონდონიდან და პარიზიდან და ვაშინგტონიდან და ბერლინიდან და ძალიან გული გვწყდება ეს რა გააკეთა რუსეთმა და საქართველო ოკუპირებულია იტყვია. როდესაც ასე ხდებოდა ისტორიულად და ასე მოხდება მომავალშიც. მაგრამ სანამ ეს განხორციელდებოდეს, ძალიან ბევრი სისხლი დაიღვრება, ძალიან ბევრი მოხდება თავში და მერე ვინმე მართქვას, რომ ჩვენ რაშვაში ვართ. ჩვენ რაშვაში ვართ უკაც. მე არ თქვა. მე არ თქვა, რომ არ გიტყვია. ეგა. სირცხვილია ხალხო.
ბიჭო, ჯერ არაფრის გამო ადამიანს იჭერთ. ამ ხნის ადამიანს. აი ამ ყველაფერი უაზრობების გამო და ეხლა მაინტერესებს ვინ ამოიღებთ ერთი ხმას. მაინტერესებს ერთი ის თარხანა მაგათთან გადაცემაში რო იყო ესა რა ქვია ის ირმა თუ ამოიღებს ხმას, მაინტერესებს ერთი სხვა რუსულ ფლანგზე მყოფი ადამიანები თუ ამოიღებენ ხმას, ვენებს რო იჭრიან, რომ თურმე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა დაალაგდეს. ყველას გინდა ის PPI იყოს, გინდა ის გინდა პატა, შენც კი კითხები, თუ ამოიღებ ერთი ხმას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ უსამართლოა კაცი დაჭერილი და არაფერი საიდუმლო ინფორმაცია მას არ ქონდა. ყველას გიყურებთ, ახლა ერთი დავჯდები და გიყურებთ. შევხედავ. ჩემთვის გულბათრ ცხილაძე შეიძლება ძმაკაცი და შენი ჭრიმე შენგენაცოლი არ ყოფილა. უბრალოდ პატივს ვცემდი, ვიცნობდი, ურთიერთობა გქონდა, კაი გამარჯობა, კაი გაგიმარჯოს, ადამიანური ურთიერთობა და მე გული მწყდება, რომ ამ ადამიანს ეს გაუკეთეს. და თქვენ რო გკითხოთ ბარეორს, შენი ჭრიმე შენგენაცოლი და ძმაკაცები იყავით და რაღაცა ჯერჯერობით ვერ ვხედავ თქვენ ამოღებულ ხმას და თუ არ ამოიღებთ ხმას, მე აგერა ვარ მე და მე ამოგაღებიებთ ხმას ცოტა სხვანაირად. იმიტომ ესა უსინდისოა, ეს არის უნამუსობა. ამ ადამიანის ასე დაჭერა, დამცირება, შეურაცხყოფა, მით უმეტეს, როდესაც მომაკვდავი მამა ყავს სახში, ეს არის პიროვნების განადგურება. რომელსაც ხო ჯერ მთელი ცხოვრება იარლიკით უნდა იაროს, რომ სამშობლოს მოღალატეა და ჯაშუშია? ეს ქართველი ადამიანისთვისაა რთული თუ არა? მთელი ეს სოროსელები ბოზები და ჩათლახები არიან. არ ვიცი, შენ შემოგევლი, არ შევსულ არ შენ გვერდზე შემხვდა ისა, რა ქვია, შენი კომენტარი და სიმართლე გითხრა, რა ვიცი. რას უნდა დაელოდო? მე ვერ ხვდები. იმიტომ ვერ ხვდები, არ ქონდა ამ კაცს წვდომა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არ ქონდა არანაირ საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული წვდომა არ ქონდა და შენ როგორც ძალოვანში დამსახურებმა ადამიანმა ძალიან კარგად იცი. არ ვიცი ახლა მის მერე თუ გააკეთე ეს განცხადება აქ? არ ვიცი, ახლა არ მინდა შეურაცხყოფას და რამეს არ გაყენებ, მაგრამ მე ის რას ინტერვიუ ვნახე პირველთან მიმართებაში, არ ვიცი, მაგრამ რა ვეკითხა, დაველოდო, რა შელოდები? რომ გულბათ ცხილაძე სუსიდან გამოქონდა ინფორმაციები და თავდაცვის სამინისტროდან და იმიდან და ამარაგებდა იმათ. ვერცა ხელი მოგიმართ. ესა კოცური ხელისუფლება. რა ვიცი. ბატა. ესა ის კობახიძე და ესა ის ბიძინა და ესა ის ხალხი, რომლებიც ითვლებოდნენ ვითომ რომ ქვეყნისთვის სიკეთე უნდათ და ერთ რა სიკეთემდე მიიყვანეს და მიიყვანენ ქვეყანას ნახავთ აი. კარგად ზანდებოდეთ და გემშვიდობებით.